გამარჯობათ მეგობრებო. აუ არა. ესეა. გამარჯობა მეგობრებო. მოკლედ რატო წერ ამ ვიდეოს? გახელა, მე მგონი ყველა იცნობთ. გახელა ჩამოიყვანა S100 RR. S100 1000 არ არის. 500-იც არ არის. მოკლედ დამტრეული RR ჩამოიყვანა. რომლის აწყობის ნერვები დრო და ის არ აქვს ხასიათი და წავიდა და ცენტრიდან გამოიყვანა ახალი 25 წლის მოდელი. ეს ძველი დამტრეული გამოვართვი მე და დავიწყეთ ტრეკისთვის მომზადება. ხო და ახლა ვიდეოს მსვლელობისას ნელ-ნელა შემოგთავაზებთ რა აქვს გაკეთებული გაჩვენებთ, რა შევცვალე, რა ვიყიდე და ასე შემდეგ. ხო, და თქვენთვის მაქვს ძალიან კარგი სიახლე. 2017-დან 25-ის ჩათვლით GSX-R 1000-ზე და 2009-დან 25-ის ჩათვლით BMW S1000 RR-ზე დაგვემატა настройка, ინდივიდუალური კალიბრაცია. ჯერჯერობით ამ მოდელებზე გვაქვს და დროთა განმავლობაში დაგააპდეითებთ. აუ, ვაფშე არ ვიცი როგორ იღებს. ფილტრი მოხსენი. ლინზაც არ მეყენია. მოკლედ. ეხლა მინდა კომპიუტერი დავაყენო. RR-ზე და first start ნახო ვაფშე ამდენი რაღაცა გავაკეთე მოტოზე. ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე რა. ზოგი მომეწონა, ზოგი არ მომეწონა, მაგრამ ყველაფერს ვიტყვი ერთ ვიდეოში. ან ამ ვიდეოში შეიძლება. ჩავალ ახლა ჯერ დავქოქავ. საერთოდ როგორ მუშაობს, ან თუ მუშაობს. საერთოდ რა ტყუილა ხوارი გავაკეთე ამდენი რაღაც და აბა ნახოთ რა იქნება. ჯერ ვერ ჩავახტი კომპიუტერს, იმიტომ რომ გზაშია კაბელი, ბლოკი. ანუ ისეთი კაბელი მომდის, რომ პირდაპირ მოტოზე მივაერთო OBD-ში და ეგრე გავფლეშო. არის კიდე მეორე კაბელი, კომპიუტერს მოხსნი, მიგიტან მაგალითად დესკტოპთან რა. სადაც გინდა 12 ტოლზეში აერთე და იმ კაბელით ფლეშო. ეგეც მომდის. ესეც ჩვენი RR. მოდი უსვათ დავიწყებ, ხა ჯერ რა გავაკეთეთ. დისკი გავასწორე. იდეალურად გაასწორეს დისკი. მაგრამ რაც არ მომეწონა, ეს გავასწორე. ესეც გავასწორე და ეს გავასწორე, მაგრამ არ მომწონს რა. ტრავერსი არ არის კაი გასწორებული. იმიტომ რომ ზედა ტრავერსის ჩასმა გამიჭირდა. შეიძლება ზედა ტრავერსის დაღონულია, просто ვერ მოხსენი და ეს არ წამიღია რა. და ნახე აქ როგორ არის. არ არის დაჭერილი, მაგრამ ძალიან დიდი ის აქვს, ნახე. მოკლედ ეს ნამუშევარი არ მომეწონა. და აქაც ნახე. მეძე არ მიდის. აქეთ ნახე როგორ არის. აქ როგორ არის. მოკლედ ეს მაქვს ნაყიდი ახალი ჩამოვიდა. ესეც ახალი მაქვს ჩამოვიდა. შიგნეულობაც რობანას აქვს მაძლევს შიგნეულობას. DDC-ს. დამრჩება აი მარტო ამის ყიდვა და ტრავერსის. და ახალი პადვესკის შეკვრა შეიძლება რა, ზაპასად რო იყოს. ეს რო არ მომეწონოს რო არ იმუშაოს ტრეკზე წესიერად, ახალს დავაყენებ, სხვა რა გზა. Жадный платит дождь. жадный არა, მაგრამ ამ ბიუჯეტით ამასაც ვერ ვინატრებდი, რაც გამოვიდა. ხო, ფიქრობდი ის მომეხსნა. აი შიგნით რო ფლაპია რა. ესენი. მაგრამ რა ვიცი, ელექტრონულად გავხსნი რა. 2000 აბაროტის მერე. გავხსნი ხა ეგ რომ მოხსნა მე ზაგლუშკები უნდა და ტვინის ბურღვა რა. ხო და იატის გადატანაც მინდა წინ. მაგრამ ეს ყველაფერი მერე ჯერ დავქოქო და გავმართო ისე რომ იაროს და პერფორმანსი მერე. დავაყენებ ახლა კომპიუტერს და ვეცდები დავქოქო თუ დაიქოქა.
რობანამ მაგარი საჩუქარი გამიკეთა. დეში მაჩუქა. ამას შევცვლი ნაყიდი მაქვს. ო, აბა ვნახოთ რა სიზავს. ალბათ გარბენს გააწითლებს და დანარჩენი იმუშავებს. გარბენს აწითლებს. კაი, დანარჩენს მერე გავაგრძელებ. აი რას ვიძახი, ეს ადგილი არ მოუწონს, აი. ნახე როგორ არის. აქ რა ახლოს არის. აქ თითქოს ზაზური აქვს, ხედავ? არადა იდეალურად გავასწორე. ეს არ არის იდეალურად გავასწორე. ხა წადი და დედაც მოტყან. გასწორება რა ვიცი. არც არის მიზანშეწონილი. მარა სხვა გზა არ არის და რა გავაკეთე. რაც არის ეგ არის. კაი, როგორც არის ესე დაუჭერნელი. ტორმოზები დავაყენე. ცოტა ცერად კი არის. სხვა რა გზა. კარგი. კაროჩე ესენი მაქვს საყიდელი. ტრავერსი მაქვს საყიდელი ზედა ქვედა. ეს ახალი მაქვს, ეს ახალი მაქვს. ხო, რა მაგებს დავიდრე. ეს მე მგონი სწორად დავაყენე. გაიჩიტება ეს იაფად შემოვარდება. eBay-ზე დავიყიდე. კაი, ახლა კოლექტორი მაქვს გადასაჭერი, მაგას გადაუჭერ. და მე რეცეპს გავრეცხო. ეხა წესით უკეთ უნდა დაიქოქოს. ის ჩხარაჩხურის ხმები არ უნდა ქონდეს, კოლექტორი არ წკაპუნობდა. აბა ვნახოთ. აუ რა ძნელია ეს, არც პადიონიკი არაფერი. მოტოვილკებზე ეგდო ძლივს მოხსენი, რომ წავიღე დასასწორებლად. მერე ძლივს დავაყენე, მერე ძლივს ავწიე. Короче,
უნდა ცივზე ცუდად იქნება, მერე სწორდება. ყველა ეგრეა აბსოლუტურად, რასაც ვკითხულობდი. მაგას ჩავახტები ხახაში. გარემ ამას გადმოვიტან აქეთ, რა უკვე ჯიპი შიფტი მქონდეს. სიჩქარეები უკუღმა. მაინც ეგრე ვარ მიჩვეული და ეგრე უკეთესია. აი ეს რატო შვება ესე? ეს ვერ დავადგინე. აი, ჯერ ამას მიხედავ. ამას, მერე ცეps. ოიდე და, მერე ამას. მაშინია BMW-ს ბოლტების მოხსნა. ხო, ნიტრავს. რა მაგარი კარობკა. ზუსტად ის არის რაც გვინდა. აი ხა ცეps გავრეცხა. და დავჭიმა. ემის ცეპი ყოფილა. ერთად ყოლა ისეთი შანგიანი. ჩამოვიდა ეს 1000 ერერის გასაფლეში. Rakita. შენს გარეშე როგორ იქნება? გამყუთვა. საინტერესო არაები გვაქვს. მოდი, მეყუთე, მოდი. ეს კატარის მეყუთე. ეს არის ძველი მოდელების კაბელი. ეს არის კომპიუტერის შესაერთებელი და ეს ბოქსი. ოჰო, რამდენი რაღაცაა. ეს თვითონ 5. ეს დიაგნოსტიკისა. ეს დიაგნოსტიკა.
ეს სტიკერები. რამდენიმე ჩადემეთქი და რამდენი ჩაუდიათ. მოლადეც. და ჰუდიც გამოგზავნეს. ჰუდი. კაი. დავიწყოთ. Красотуля. აქ რა გინდა красотуля? Красотуля. კაი. მივერთდეთ და ეხლა უნდა მივერთდეთ ჩემ კომპიუტერში და ვნახო რეალურად რომელი კომპიუტერია და იმის მიხედვით ვიყიდო ლიცენზია. ხა ჩავიდეთ და მივერთდეთ. მოკლედ, ამ ვულიჩზე არ ვიყიდე 220-ზე შესაერთებელი რა, ვიცოდი რომ არ უნდოდა. იმიტომ რომ იაპონურებზე არ ჭირდება რა, პირდაპირ მოტოზე ერთებ ფლეშა. ხო და BMW-ზე უნდა. ხო და რაღაცა ვიპოვე, გადავაკეთე. აი ეს. ხო და გადავრჩი, არ დავწვი კომპიუტერი, სწორად ავარჩიე ვოლტიც და ისიც ამპერით შევაერთე და ეხლა მიმდინარეობს ამ კალიბრაციის წაკითხვა, კომპიუტერის წაკითხვა. ხო და ნახოთ ეხლა რო შევალ მე გაჩვენებთ რა როგორ არის. მოკლედ BMW-ზე ყველაფერი უღმაა რა, იაპონურებისგან განსხვავებით ვაფშე განსხვავდება ყველაფერი. პირველ რიგში რომ გავხსენი შევინახე ბექაპი. ხო და ეხლა მაჩვენა part number-ი და serial number-ი, დიდი ალბათობით ამ part number-ის და serial number-ის მიხედვით უნდა ვიყიდო ლიცენზია. აი, part number-ი, serial number-ი. ეს ბექაპი მაინც შევინახე, რა იცი რა ხდება. ხო, ეხლა ეგ უნდა ვიპოვოთ. მივაგენი. აი part number-ი, serial number-ი. და win კოდი. ეგ არის. ეხლა ნახოთ key და ვიყიდოთ ამის მიხედვით. ნოიც დავაკოპირო ეს, ვაფშე და ფოტოს გადავღებ. მივაგენი. ეს არის ჩემი კომპიუტერის part number-ი და ეხლა უნდა დავაწვე ყიდვას. ერთი ცალი მაქვს, ერთი ცალის ყიდვის უფლება მაქვს და ეხლა ვიყიდი. იცი? დაუნლოუდი მინდა უკვე. ყიდვა არა, დაუნლოუდი, მართალი. ეს უკვე ნაყიდი მქონდა, როცა ბლოკი ვიყიდე, ერთი ცალი მოყვება უფასო. აი მე დენი არ გაითიშოს. ვაფშე ესეთი რაღაცები ლეპტოპზე უნდა გავაკეთო ხოლმე. ეხლა რა დენი გაითიშოს? ეხლა რა ჩაწერისას პიზდეცია. კაი, იმას ვიზავ. ჩაწერაზე ლეპტოპით გავუშვათ, ჩაწერაზე რა. აჰა, დაუნლოუდეთ. ძალიან კაი. მოკლედ ეხლა მივაგენი ერთ მაგარ რაღაცას. ეხლა გაჩვენებთ. ეს არის ზედადროსელების გახსნის პროცენტი. ზედადროსელების გახსნის პროცენტი დავაყენე, ანუ 1:1-ზე რა. როგორც გავხსნი, ზედად ელექტროდროსელიც მინდა რომ ეგრე გაიხსნას. ეს შეზღუდვა დავაყენე, ნახეთ. ეს არის დროსელის გახსნის პროცენტის მაჩვენებელი და დავაყენე ზუსტად ისე, როგორც მე ვეტყვი რა. ანუ შეზღუდვა რო აღარ კონდეს, როგორც მე ვეტყვი, ეგრე გაიხსნას ზუსტად. ჯერჯერობით ესე დავაყენებ და მე ტრეკზე ვნახავ ალბათ 5-დან 10%-მდე მაინც ისევ ქარხნულს დავაყენებ რა. თუ ძალიან აგრესული არ იქნება მოსახვევიდან გასვლისას, მაშინ დავტოვებ. და თუ ძალიან აგრესიული გახდება, ანუ 10%-მდე, გაზის გახსნის პროცენტის 10%-მდე, ისევ ქარხნულს დავაყენებ. ხო, ეს ერთი. და ეხა მეორე ძალიან ისეთი დამალული ისა აქვს რა. ამას შეზღუდვა. ხავე გაჩვენებთ. ნახეთ, ეს არის აბაროტები. ეს არის სიჩქარე.
ეს ნეიტრალი, პირველი სიჩქარე, მეორე სიჩქარე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ესეა. და ნახეთ დროსელის შეზღუდვა რა უცნაურად აქვს. აქაც აქვს დამალული რა ამას. ნახე მე-6 სიჩქარეში 100%-ზე რო ხსნი დროსელს, აქ იხსნება 84 და მერე მცირდება. ხო და ძალიან ხშირად top speed limiter-ი აი აქ იმალება რა. ისე ჭიჭკა მოუნიშნე და გათიშე, ეგრე ძალიან ბევრ თანამედროვე მოტოზე აღარ ითიშება მოკლედ და ეხლა ამებს გავხსნი 100%-ზე. მოკლედ ესე ბრმათ რისი გაკეთებად შეიძლება ყველაფერი გავაკეთე და გავუშვი ჩაწერაზე უკვე. ბევრი რაღაცა შევცვალე უსაფრთხოების ნორმებში, რაც კი შეიძლებოდა რა. დანარჩენი უკვე ან დინოზე, ან ტრეკზე რო დავლოგავ. კაი. ხო, კიდე ერთი ის არის ნიუანსი. როგორც იაპონურებზეა რომ გადმოწერ რაღაცას ჩააკორექტირებ ხარე რაც გინდა ჩაწერე, BMW-ზე არ არის ეგრე. რასაც გადმოწერ, იმენა ეგ გადმოწერილი უნდა დააკორექტირო და ჩაწერო ისე, ანუ მზამაპირო გადმოწერო და ჩაწერო ეგრე არ გამოვა. ხო, საინტერესოა. ხო და ეხა ის ბექაპი რაც იყო, მაგის დუპლიკატი გავაკეთე, დავაკორექტირე და წერე ხა ისე უკან. ეხა ჩავიტანოთ კომპიუტერი, დავაყენოთ და ვნახოთ თუ დაიქოქება. აი, ეხა დავაყენოთ კომპიუტერი და ვნახოთ თუ დაიქოქება. ზამოკი გაიღო. კაია. ნასოსიც ჩაირთო. ეს ვიცით. დიდებთ, всё, კაია. ცივზე და ქოქვაც გასწორდა. აუ, ძალიან მაგარია.